მამაჩემს ჰქონდა ადგილობრივ ტელევიზიაში ეგეთი ინტელექტუალური შოუ იყო შესანიშნავი შვიდეული. სკოლა 4 სკოლა იღებდა მონაწილეობას. იმ დროისთვის 97-ში დაიწყო ძალიან მაგარი რაღაცა იყო რა მოკლედ და ბევრი თაობა გაზარდა მაგ გადაცემა მოკლედ და ყოველ საღამოს შაბათობით გადიოდა და პარასკევს საღამოს ჯდებოდა და წერდა კითხვებს. ამ იმის ენციკლოპედიებიდან და კითხვის მის დასრულების შემდეგ ჩემთან გადიოდა ტესტს ასე ვთქვათ, მე მისვამდა ეს იყო ჩემთვის 11-12 წლის ბიჭისთვის, აი მამაჩს ჩემი რო ამ დონეზე მენდობა რომ ჩემთან გადის რომ რამდენად კარგი კითხვა რაღაცა და მაგრამ ყველაზე პიკი იყო რომ ჩემი და გადაცემაში იღებდა მონაწილეობას, მე პატარა ვიყავ, მე დავიწყე მე და ჩემი და როცა თამაშობდა მაშინაც კი მაგიდაზე ტოვებდა კითხვებს, სოფო ადრე იძინებდა და მე და მამა ვიყავით ძირითადად იმ მომენტში გაღვიძებული და იმ დონეზე მენდობოდა, იცოდა რომ სოფოს კითხვებს არ ვეტყოდე. მე უკვე მე დავიწყე თამაში. იმ დღეს როცა მე უნდა მეთამაშე, ბუნებრივია კითხვას აღარ მისვამდა, მაგრამ კითხვებს ისე მაგიდაზე ტოვებდა. მენდობოდა. ხო, წარმოგიდგენ, ხა მე რო მე-9 კლასელისთვის მით უმეტეს ჩემი მეგობრებისგან, რომლებიც ჩემ გუნდში იყო, ბიჭო, ერთხელ წაიკითხე რაღაც ერთი კითხვა მაინც, რომ აი არასოდეს. იმიტომ რომ გინდა რომ ნდობა ხო, ნდობა რომ არანაირ მოგება და არ მიღირდა მამაჩემის დობის დაკარგვა და მამაჩემი აი ერთხელ დავიწყეთ თამაში 10 კითხვა იყო თით თამაში და ზედიზედ 6 გამოვიცანეთ. გოგი 100%-იანი იყო დარწმუნებული რომ მე კითხვა არ ამიღია მაგიდიდან, მაგრამ ხალხის დარწმუნება ძალიან რთულია. რომ გოგიმ არ უთხრა თავისშვილს კითხვები და გული უსკდებოდა რომ 10-დან 10 არ გამოგვეცნო, სამწუხაროდ 4 ვეღარ გამოვიცანით, მაგრამ გოგიას აბედნიერად გაიყოფა. ხო, ვეღარ გამოვიცანით, მაგრამ გოგი იყო უბედნიერესი. ვერც ერთხელ ვერ გავხდით ჩვენი გუნდი ჩემპიონები. მე ახლა დავდგები წავალ. რატო? რატომ მამაჩემ ქართულის მასწავლებელი დღემდე გასწავლის სკოლაში და ადრე ჩემ ბავშვობაში გაზეთი გამოუშვა სკოლისთვის მერმისი ერქვა. იქ რაღაც 20 კითხვა იყო თუ რაღაცა, ვინც ყველას უპასუხებს პრიზიარი 20 ლარიო. და შეყვარებული მყავდა რა და მინდოდა საჩუქრის ჩუქა ფულის აუნა მქონდა მე-5 კლასში. ხო და კაი ხანი ვეძებე ეს კითხვა პასუხები ვიპოვე, ჩემ ძმაკაცს მივეცი, ვითომ იმან გამოვიცნო. ისოც და დღემდე ძალიან ფერადი ესეთი ხუნღულა რბილი სათამაშო უყიდე. 6 კლასში შეყვარებული თუ ყავდა საღოლშენ. ის რბილი სათამაშო მე-3 სართულიდან გადმოვაგდო. მე ხო ვუყიდე.